მოგესალმებით. ეკონომიკის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ანაკლიის სპორტის ეფექტიან განვითარებას სწორად დაგეგმილი გენერალური გეგმა ჭირდება და ამაზეა დამოკიდებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოცნების ხელისუფლებას აქვს ერთი კონკრეტული გენერალური გეგმა, რომელსაც ქვია ანაკლიის სპორტის განადგურების გეგმა და მას ზედმიწევნად ეტაპობრივად ასრულებს. ანაკლიის სპორტი შეგახსენებთ, რომ 2022 წელს უნდა გახსნილიყო, 2020 წელს უნდა გახსნილიყო და პირველი გემი მიიღო. უცნების ხელისუფლებისგან კი დღემდე მხოლოდ გეგმებზე დაპირებებს ვისმენთ. ხელისუფლება საზოგადოებას ისევ განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრება, საქართველოს მოქალაქეებს კი ძალიან კარგად ახსოვთ. ათობით ტყუილი და ფუჭი დაპირება აი ამ გეგმის განხორციელებაზე. 10 წლის შემდეგ ისევ ვისმენთ პერსპექტივაზე საუბარს, ისევ რაღაც ახალ გეგმებზე და ნაბიჯებზე. იმის ვაგივრად, რომ სპორტი ამ ფუნქციონირებდეს, ან მინიმუმ სამუშაოები დასკვნით ეტაპზე იყოს მისული. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ჰქონდა წარდგენილი საზოგადოებისთვის სპორტის განვითარების გენერალური გეგმა, ეგრეთ წოდებული მასტერ პლანი, რომელიც გათვლილი იყო 52 წლიან პერსპექტივაზე. იგი გათვლილი იყო 60 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკური დოლარითის გენერირებაზე და 20,000-მდე ახალი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნაზე. ქართული ოცნება კი მოქალაქეებს 10 წელია ატყუებს. აქედანვე ჩანს, რომ ეკონომიკის მინისტრის ახალი დაპირება 2029 წელს სპორტის მშენებლობაზე არ შესრულდება. ქართული ოცნება წლებია მანიპულირებს თარიღებით და ახლა კიდევ ერთხელ მინდა არასრული სია წარმოგიდგინოთ იმ ტყუილებისა, რომელშიც უკვე დაიკარგა მოქმედი ხელისუფლება. 2022 წელს ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ანაკლიის სპორტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყებაო. შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წელს განაცხადა, სამუშაოები დაიწყება წელს დაახლოებით შემოდგომაზე ოქტომბერშიო. შემდეგ იგივე 2023 წელს ისევ ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, ამჯერად ანაკლიის სპორტის მშენებლობა 2024 წლის მარტი-აპრილის თვეს არ გადაცდებაო. ხოლო 2024 წელს უკვე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული და ივნისში სამუშაოებს დავიწყებთო. აგერ ივნისიც გავიდა, ივლისში ვართ და სამუშაოები რა თქმა უნდა ისევ არ დაწყებულა. ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთხელ წარადგინა ინვესტორიც, პარტნიორიც, ქვეკონტრაქტორიც, დირექტორიც, პრეზიდენტიც, თუმცა საბოლოოდ შედეგი კვლავ ერთი და იგივე რჩება, სპორტი არ შენდება. სწორედ ამიტომ ჩნდება ერთი მთავარი კითხვა. რა უშლიდა ხელს პროექტის განხორციელებას იმ ვადებში, რომელიც თავად ხელისუფლებას ჰქონდა სხვადასხვა ეტაპზე წარდგენილი. რა ეტაპზე მოიტყუეს და თუ არ მოიტყუეს, რა ეტაპზე ვერ შეასრულეს ეს დაპირება. ამ ყველაფერზე ერთი და იგივე პასუხია. პრობლემა არ არის არც ერთ ტექნიკურ საკითხში. პრობლემა არის პოლიტიკურ ნებაში და კონკრეტულად პოლიტიკური ნების არარსებობაში. პრობლემა არის რუსულ ინტერესში, რომელსაც ემსახურება ივანიშვილის ხელისუფლება და ეს რუსული დავალება ჟღერს ძალიან მარტივად. სპორტი არ უნდა აშენდეს ანაკლიაში. დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში მივდის სატრანსპორტო დერეფნების ხელახალი გადანაწილება, საქართველოს კარგავს უნიკალურ შანსს. ყოველი დაკარგული თვე ამ ქვეყნის ეკონომიკის ინტერესების ხარჯზე გადის. ეს ნიშნავს დაკარგულ ინვესტიციებს, დაკარგულ სამუშაო ადგილებს. ეს ნიშნავს შემცირებულ კონკურენტუნარიანობას და დაკარგულ შანსს, რომ საქართველოს ერთ თაობაში შევიდეს მდიდარი და განვითარებული სახელმწიფოების რიცხვში. ანაკლიის სპორტი ეს არ არის რომელიმე ხელისუფლების ახირება, ან რომელიმე კონკრეტული პიროვნების ინტერესი. ანაკლიის სპორტი არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და ეკონომიკური ინტერესი და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მაგრამ სანამ განხორციელდება მომავალში, არა ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ ყველაფერზე, რაც ჩაიდინა და რის გამო სპორტი არ აშენდა და გასცეს პასუხი მხოლოდ ერთ კითხვას. ვინ არის პასუხისმგებელი ქართული ოცნების მმართველობის განმავლობაში იმ დაკარგულ მილიარდებზე, რომელიც უნდა მიეღო საქართველოს ბიუჯეტს და შესაბამისად მოხმარებოდა საქართველოს მოქალაქეებს და დღემდე არ მიუღია და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ვერასდროს ვერ მიიღებს. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესების წინაშე? მადლობა.